KGB-ს, FSB-ს აქვს ერთი ამგვარი სტრატეგია. ჯერ კიდევ დიდი ხანია, 10-ეული წლებია, ბერიას დროიდან, მეთქი ასეთ შემიძლია ვთქვა. ან რკინის ფელიქსის დროიდან. ის გიამბობს 100 ამბავს პირობითად ცხადია და ამ 100 ამბიდან 97 არის სრული ჭეშმარიტება. აბსოლუტური ჭეშმარიტება. მარტივი ჭეშმარიტება. ხოლო 3 არის ტყუილი და იმ 97 ამბავს გიამბობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს 3 შემოგაპაროს, 3-ც დაგაჯეროს. მაგალითად, აი ჩემს წინ ახლა ბოთლია, წყლის ბოთლი, წყალი სასარგებლოა. იტყვის რომელიმე FSB-შნიკი. რასაკვირველია უნდა დაიჯერო კი არა, ასეც არის წყალი სასარგებლოა. უფრო რო გავამარტივოთ, დედამიწა მრგვალია, ან დედამიწის უმაღლესი მწვერვალი არის ჯომოლუნგმა ევერესტი 8848 მეტრი ზღვის დონიდან. შენ ბუნებრივია რომ გადაამოწმო, მიხვდები რომ არანაირი ალტერნატივა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. უკლებრივ ყველა წყარო ამბობს რომ ჯომოლუნგმა არის უმაღლესი მწვერვალი. გეუბნება რომ უფრო გავამარტივოთ. გეუბნება რომ მაგალითად გეუბნება რომ პეტერბურგი იყო რუსეთის დედაქალაქი ადრე. ან არ ვიცი, ვლადიმირი მაგალითად, ხო? მოსკოვი შედარებით ახალი ქალაქია. შედარებით. მაგრამ ის კი არის ახლა რუსეთის დედაქალაქი. გეუბნება რომ ევროკავშირის ცენტრი არის ბელგიაში, ბრიუსელში. ასეა. ვაშინგტონი არის შეერთებული შტატების დედაქალაქი. კონსტიტუციური მონარქიაა დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთი თავის მხრივ შედგება ამ 4 სუბიექტისაგან. თუნდაც დავასახლებ, თუნდაც არ დავასახლებ. შენ გიჩნდება ნდობა მთქმელის, წარმომთქმელის, ამ სიტყვის მთქმელის მიმართ, როგორც ინსტიტუცია FSB-ს მიმართ, თუმცა სხალია თვითილუსტრირებას არ ახდენს, ისე მისი წარმომადგენლების მხრიდან ნებისმიერი, პრაქტიკულად ნებისმიერი ხელისუფალი ან ხელისუფლად წოდებული საქართველოში ამბობს ხშირ შემთხვევაში, არ ვიცი, სიმართლეს ან ნახევარსიმართლეს. მაგალითად ბიზინა ივანიშვილი ამდენი და ამდენი ფულის პატრონია. მართლაც არის ბიზინა ივანიშვილი ამდენი და ამდენი ფულის პატრონი. მაგრამ აკი გითხარით რომ ყოველი 100 სიტყვიდან 3-ს პირობითად 57, 78 და რაღაც 94-ს შემოგაპარებს იმ გვარს, იმ სიტყვას შემოგაპარებს. რისი შემოპარებაც მას უნდა. და შენ ვინაიდან დაიჯერე KGB-ს წარმომადგენლების, FSB-ს წარმომადგენლების წინა სიტყვები. 56 წინა სიტყვა პირველ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში რა რიცხვი დავასახელეთ ჩვენ და 17 წინა სიტყვა და მეორე 91 წინა სიტყვა, ხო, 90, ხო? შესაბამისად, შემოგეჯერება ხოლმე ის 3 სიტყვაც, რომელიც KGB-მ ოსტატურად შემოგაპარა. მაგალითად, როდესაც ის ლაპარაკობს, რომ დედამიწა მრგვალია და 58 ჯერ იმეორებს ამ წინადადებას, ამგვარი შინაარსის წინადადებას, მერე უცებ ამბობს, რომ დედამიწაზე არის ერთი ბოროტის სახელმწიფო უკრაინა, რომელიც ებრძვის კეთილ სახელმწიფო რუსეთს. და შენ ვინაიდან დაიჯერე, მე ხა ძალიან ამარტივებ ხო ხვდებით, რაღაცა დაიჯერე შენ წინა 47 თუ 48 თუ 65 თუ რა მნიშვნელობა აქვს სიტყვა, ხო? რაღაცა აზომეს, აწონეს, გამოიკვლიეს, რომ შენ ენდობი ამ სიტყვის მთქმელს მაღალი ალბათობით კი არა, მაღალი პროცენტით, შესაბამისად ისე ოსტატურად ჩააგდებს ხოლმე ტყუილს, რომ ალბათობა იმისა, რომ შენ დაიჯერო ის მიერ წარმოთქმული ტყუილი, ძალიან მაღალი. ეს აკი გითხარით, რომ ჯერ კიდე ბერიას დროიდან არის ასე იყო 10 წლეულების განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დროს და ასეა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი რუსეთის არსებობის პირობებშიც. ჩვენ დავიწყეთ SVO, სპეციალური სამხედრო ოპერაცია, იმიტომ რომ
იძულებულნი ვიყავით, რამდენადაც უკრაინა ჩაგრავდა რუს მოქალაქეებს, რომლებიც მიზეზთა გამო, საბჭოთა კავშირის დაშლის გამო და დაშლის დროს მოექცნენ უკრაინის ტერიტორიაზე სრულიად უნებურად და სრულიად ვერც წარმოედგინათ. ისე სასურველი ეს კი არ იყო, მაგრამ მოხდა ასე, დაინგრა საბჭოთა კავშირი, მოხდა ეს კატასტროფა, უკრაინა ჩაგრავდა, ავიწროებდა მათ და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე. ოღონდ მანამდე ეს ყველაფერი, რაც კი თქმული იყო, ყველაფერი უკლებრივ, რაც კი თქმული იყო მოსკოვიდან FSB-ს მიერ, იყო ბჭყალებში, არა, უბჭყალებოდ სიმართლე, დედამიწა მრგვალია და დედამიწა მართლაც მრგვალი. მაგრამ ამ მეთოდის გარდა KGB FSB-ს აქვს მეორე მეთოდიც და ამ მეთოდის მიხედვით, ამ სტრატეგიის მიხედვით ის ახდენს თემათა ზონდირებას. მერე აკვირდება პროცესებს, საზოგადოების რეაქციას და თუ მიხვდება ან თუ დაასკვნის, რომ საზოგადოების რეაქცია არ არის სათანადოდ მძაფრი, ან სათანადოდ მკვეთრი, ან სათანადოდ საპროტესტო, კრიტიკული. ამის შემდეგ უფრო წინაც მიიწევს, უფრო სხვაგვარ ნაბიჯებსაც დგამს. ესეც ბერიას დროიდან მოდის, თუ უფრო ადრინდელი პერიოდიდან არა. ესეც არის რუსეთის მეთოდი, რომ როგორღაც მოიხელთოს, მოიღლიავოს ესა თუ ის საზოგადოება, მოწყვლადი გახადოს, ასე რომ ამბობენ ესა თუ ის ქვეყანა. თუ ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ქართული ოცნების ფსევდო პოლიტიკოსთა ჯგუფი, ქართული ოცნების ხელისუფლება, ეწოდებული ბანდა, არის KGB-ს აქაური ფილიალი, მაშინ უკლებრივ ყველაფერს მეტნაკლებად ზუსტად ან კარგად ავხსნით. რასაც ესენი სჩადიან, რასაც ესენი აკეთებენ. მე ახლა ირაკლი კობახიძის სრულიად საშინელ განცხადებებს არ მიუბრუნდები, ისედაც საკმაოდ დრო დაუთმეთ ჩვენ კობახიძის იმ განცხადებებს და საერთოდაც ხანდახანზე ხშირად მგონია, რომ რეაქცია არც უნდა ქონდეს ამ ყველაფერზე, მეორე კი არა მესამე მხრივ. მე ახლა ერთ უცნაურ არა. ერთ აი ამ ზონდირება სიტყვას მიუბრუნდები, იერა გავაბახვილებ ყურადღებას ერთ ზონდირება სიტყვაზე, რომლის ავტორიც არის პარლამენტის თავმჯდომარეს წოდებული შალვა პაპუაშვილი. სუსტი ციტატა არ მახსოვს და მეორე ტელეფონი კი არ მიჭირავს ხელში რომ ჩავხედო, მაგრამ დაახლოებით შინაარსი ესეთია. ამ სიტყვებსაც ხმარობს, ეს უვიზო რეჟიმიო, ციური მანანა კი არ არისო, რომელიც დაგვეცა თავზე. ჩვენო რაღაცა დავიმსახურეთ და ასე შემდეგ და მერე უკვე შინაარსი არის ამგვარი, რომ არც არაფერი ტრაგიკული არ იქნება იმაში, თუ მიზეზთა გამო ეს უვიზო რეჟიმი შენგენის წევრ 24 და +4 სახელმწიფოსთან გაუქმდება და მერე უკვე ამბობს ამგვარ რამეს, რომ ევროპაში 1%-ით იზრდება ევროპის ცალკეული სახელმწიფოების კი ამ მთლიანად ევროპის ეკონომიკა ჩვენთან 10%-ით იზრდებაო და ისინი იზარალებენ თუ ჩვენ უვიზო რეჟიმს მიზეზთა გამო შეგვიჭერებენო. შინაარსი აქ იგითხარით არის ეს. არის თუ არა წინაპირობა უვიზო რეჟიმის შეჩერებისა საქართველოს მოქალაქეებისათვის. ახლა უცნაურ რამეს ვიტყვი. დიახ, კირკით რომ მიუდგეს ევროპის კონტინენტი, თუ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაზე გაამახვილებს ყურადღებას, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით უსაფრთხოება წესრიგის დაცვის ხაზით, ესე კირკით, ანუ დეტალურად ჩაგვეზიება, აღმოაჩენს, რომ ჩვენ თლად გაუქმების მიზეზს არ ვიძლევით, მაგრამ ზღვარზე კი ვართ, რომ ჩვენ მოქალაქეებს გაუუქმუნ ვიზა, იმიტომ რომ ნამეტანი ბევრი თავშესაფრის მაძიებელია და რაც მთავარია, ასევე რაც მნიშვნელოვანია, არ არის ცოტა რაოდენობით კრიმინალი ჩადენილი საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპის კონტინენტზე. ისინი კი ყველაფერს აგნუსხავენ ასევე თავშესაფრის მაძიებელ ოფიციალურ პირთა გარდა, ანუ ვინც ოფიციალურად მიმართა თავშესაფრის მიღების მიზნით, არიან უკანონოდ ჩასული პირები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც
კიდევ ერთხელ ვთქვათ, არც თუ წესიერად იქცევა ევროპის კონტინენტზე. ასე ამ კუთხით თუ მიუდგება ევროკავშირი, გასაკვირველია ჩვენ არ მინდა ვთქვა და დაგზავნოთ მაინც და მაინც, მაგრამ წყალებში ვიჩალიჩებთ თუ ვიფსახურებთ, მოდი ასე ვიტყვი, უვიზო რეჟიმის გამორთმევა წართმევას, მაგრამ ევროპის კავშირი პასუხისმგებლიანი სტრუქტურა ორგანიზაცია სივრცე ამ კუთხით არ გიდგება ჩვენ, იმიტომ რომ შესანიშნავად იცის ჩვენ შეარსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა და იმასაც შესანიშნავად ხვდება, რომ თუ კირკით მიზეზ საბაბ დაიწყებს ჩვენთან პოლიტიკის გატარებას, ამ შემთხვევაში ფრუსტრირება როგორც ასეთი ევროპის კავშირის მიმართ ძალიან გაიზრდება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ისედაც გაზრდილია ქართული რუსული ოცნების ძალისხმევით თუ მეოხებით. აქედან გამომდინარე, ბრიუსელი იღებს ამგვარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ არას დიდებით ჩვენ არ შეუჩერებთ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს. მაგრამ ამავდროულად პარალელურად მიმდინარეობს პროცესი, ისიც თქვენ რთულად მიმდინარეობს, ესეც უნდა ვთქვა, რომ ქართული ოცნების ცალკეულ პირებს, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და არა მხოლოდ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ამ უვიზო რეჟიმს კი უჩერებენ ცალკეული სახელმწიფოები და მთლიანად ევროკავშირიც. ეს პარალელური პროცესია, ძალიან რო გავამარტივო, კალაძეები ვეღარ ივლიან, ხოლო ჩვენ ვივლით ევროკავშირში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ყველა თვალსაზრისით, იმ თვალსაზრისითაც რომ ჩვენ გვიჩნდება განცდა რომ სამართლიანია ევროკავშირი და სჯის რა პაპუაშვილს, კალაძეს, კობახიძეს თანამდებობის პირებზია, ხო, პოლიტიკური თანამდებობის პირებზია საუბარი, ამით ჩვენ გვაჩვენებს რომ ესენი არიან ცუდები, ისინი დაისაჯნენ იმიტომ რომ ეს პოლიტიკა გქონდათ, ხოლო თქვენ ხართ კარგები, იბრძვით რა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და ასე შემდეგ. გაყოფა სპლიტი ჩვენ შორის ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვარ მართლა, ჩვენ არ ვართ მართლა იმგვარები, როგორიც არის ირაკლი კობახიძე თუ მამუკამდინარაძე თუ ხსენებული პაპუაშვილი თუ კალაძე. და ევროპა თუ ხვდება ამ ყველაფერს, ჩვენ მხოლოდ მადლიერნი უნდა ვიყოთ ევროპის. მაგრამ მას რაღაც უკავშირდება პაპუაშვილის ეს კგბ-შნიკურ, ფსბ-შნიკური ზონდირება თემისა და თქმა იმისა, რომ ციური მანანა სულაც არ არის ევროკავშირში, შენგენის წევრ 24 სახელმწიფოსა და კიდევ 4 სახელმწიფოში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა და ერთ არამშვენიერ წუთაზე არ ამბობს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ არამშვენიერი იქნება ეს წუთი თუ ასე მოხდა. ჩვენ შეიძლება ევროპის კავშირმა წაგვართვას უვიზო რეჟიმის შესაძლებლობა. ჩვენ, ანუ მოქალაქეებს კალაძეს რომ წაართვა, ეს გავიგებ. ან ართმევს ეს გავიგებ. რას უკავშირდება? ევროპელები ამის წართმევას ჩვენთვის აკიგით ხარით არ აპირებენ. მაგრამ აი ამ ფიქრში მე გულახდილად გეტყვით გავუშვი ერთი ამბავი. რუსეთის მიზანი არის, რომ ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან არათუ მაქსიმალურად შეზღუდოს, არამედ მთლიანად ამოშანთოს, მთლიანად ამოძირკოს. ჩვენ აღარანაირი ურთიერთობა აღარ გქონდეს ევროპის კავშირთან. მათ შორის არ გქონდეს არც ასოცირების ხელშეკრულება, ან არ მუშაობდეს ის. მათ შორის არ გქონდეს ამ ასოცირების ხელშეკრულების ქვენაწილი ან შემადგენელი ნაწილი DCFTA, ანუ ყრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობები, ანუ ჩვენი მეწარმე, გლეხი, ფერმერი ვერ ვაჭრობდეს ევროკავშირში, ვერ ვაჭრობდეს თავისუფლად, ყოველგვარი ბაჟის და გადასახადების გარეშე. და არ იყოს ევროკავშირის სივრცე ჩვენთვის ალტერნატივა, ერთადერთი ალტერნატივა, ერთადერთი სივრცე, რომელთანაც უნდა ვაჭრობდეს საქართველოს მოქალაქე, არ უნდა იყოს რუსეთი, ან არადემოკრატიული სხვა სივრცეები, რომლებიც რუსეთის გარშემო, ან რუსს არიან გაერთიანებულნი, ან რუსეთთან ერთად არიან არადემოკრატიის ტირაჟირებაში, არადემოკრატიის კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რუსეთი აი ამ ბოღმით არის სავსე. მას ვერ მოუნელებია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში 2013-2014 წლებში ჩვენ მნიშვნელოვნად წავიწყეთ. ამ ხელისუფლების პირობებში მეთქი ვამბობ, ფორმალურად გასაკვირველია ასეა,
ამ ხელისუფლებამაც გარიჟრაჟზე დასაწყისში გარკვეული ან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენ მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება და ხარბაღანაყობის უცხოელი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის დაობაზე, ასევე უვიზო რეჟიმი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში იყო მაინც ქართველი ხალხის დამსახურება და ის გეოპოლიტიკური განაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმჟამად, ამ 13 წლის წინ ევროპის კავშირმა. პოლიტიკური განაწყვეტილება იყო უკვე შემდგომ 2023 წელს მიღებული განაწყვეტილება იმის დაობაზე, რომ ჩვენ ყოფილიყავით, ჩვენ გამოვცხადებულიყავით კანდიდატ ქვეყნად და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ ასრულებს ვერანაირ პირობას, რომელიც აუცილებელია კანდიდატი ქვეყნისათვის და აკი ამიტომაც ვერ მივიძევთ ჩვენ წინ, ანუ არ იხსნება ჩვენთვის მოლაპარაკებათა თავები, როგორც გაიხსნა მოლდოვასათვის და უკრაინისათვის, ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ, მაგრამ ეს იყო ავანსი მიცემული ქართველი ხალხისათვის და არა ამ დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის, რომლის წევრებიც ისი თქვენ არიან დასანქცირებულნი ევროპის ცალკეული სახელმწიფოების მიერ და ევროკავშირის ამ გზაზეა შემდგარი და შეერთებული შტატები ხო ასანქცირებს და ასანქცირებს ამ ბანდის წევრებს. ხო და რატომ თქვა მეთქი ამას დაუბრუნდები შალვა პაპუაშვილმა ეს? არსებობს ესეთი ვერსია, რომელსაც მე ერთგვარად ვემხრობი, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ თავად თქვას უარი უვიზო მიმოსვლაზე ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებთან არგუმენტით, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირია, ჩვენ არ გვინდა ახალ საბჭოთა კავშირთან, ანუ ევროკავშირთან ურთიერთობა. ევროკავშირი საბჭოთა კავშირია და deep state-ია, ანუ გლობალური ომის პარტია, რომელიც იბრძვის და მოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ, მე კვლავ ვიმეორებ, ეხლა მე ვახმიანებ იმ შესაძლო გზავნილებს, მესიჯებს, რომლებიც თეორიულად შეიძლება გაახმიანოს ამ ირაკლი კობახიძემ თუ შალვა პაპუაშვილმა თუ მიხეილ ყაველაშვილმა და არ გვინდა რა ახალ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა, ჩვენი ვწყვეტთ ურთიერთობას და უკლებლივ ყველა ვისაც სურვილი ექნება მოგზაურობისა, ან ვაჭრობისა, მოგზაურობისა უფრო ევროპის კონტინენტზე, არ ვიცი, ვარშავაში თუ მადრიდში, პარიზში თუ ბერლინში, მნიშვნელობა არ აქვს. უკლებლივ ყველამ უნდა აიღოს შესაბამისი ქვეყნის ვიზა და პირველი შესვლა, მოკლევადიანი სავარაუდოდ, პირველი შესვლა უნდა ჰქონდეს, პირველად უნდა შევიდეს სწორედ იმ ქვეყანაში, რომლის ვიზაც აქვს. ამ შემთხვევაში თუ გაატარებს მესაზღვრე საზღვარზე, სახმელეთო საზღვრიდან თურქეთის მიმართულებით არ ვიცი ამასაც გულისხმობენ თუ არა, იგულისხმებენ თუ არა, თვითმფრინავით, ანუ საჰაერო მიმოსვლა, როცა ექნება დაგეგმილი ამა თუ იმ ინდივიდს, ამა თუ იმ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის. ეხლა ეს რასაც მე ვამბობ, ცხადია, გიჟური აზრია, უბრალოდ დაშვებას ვაკეთებ მე ამის. გიჟური აზრია, რასაკვირველია, მაგრამ 29 ნოემბერს გასული წლის არ შეაჩერეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი? არ გააჩერეს? თუ 27, 26, 25 ნოემბერს, 27 ოქტომბერს, მანამდე სექტემბერში, აგვისტოში თუ ივლისში, რომელიმე ჩვენგანს წარმოედგინა, რომ 29 ნოემბერს ამას იზამდნენ, 29 ნოემბერს თარიღს კი არ უსვამახლა ხაზს, ოდესმე ამას იზამდნენ, ოდესმე ამას იკადრებდნენ, ან აკადრებდნენ ქართულ სახელმწიფო, ქართულ საზოგადოებას. რასაკვირველია, არა. ამ ლოგიკიდან გამომდინარე და იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ FSB კარნახობს უკლებლივ ყველაფერს და FSB-ს, ანუ მოსკოვს, ანუ რუსეთს, ანუ კრემლს, ანუ პუტინს, უნდა რომ ჩვენ ყველანაირი ურთიერთობები შევწყვიტოთ დასავლეთთან, ევროპასთან, როგორც გლობალური ომის პარტიასთან თუ deep state-თან. ასევე იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ბიზინა ივანიშვილს საქუდად და დედამიწა ქალამნად არ მიაჩნია და მას ჰგონია, რომ ყველაფერი გაუვა და ბევრი რამ ვაღიაროთ გაზდის კიდეც, იმიტომ რომ მან არ მინდა თქვა, რომ გადააგორა არსებული აქციები მეთქი, მაგრამ იცით თქვენ რომ გაუძლო საბოლოო ჯამში ამ 5 თვიან თავგადასავალს ქართული ხალხისა და 5 თვიან ზეწოლას ქართული ხალხის მხრიდან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი, ანუ ქართული რუსული ოცნება ამ საშინელ ნაბიჯს წავა
გადადგამს ამ ნაბიჯს და კი მიიღებს დემონსტრაციას პირველი 3 დღის განმავლობაში 150-200,000 მოქალაქე გამოვა ქუჩაში. შემდგომი 3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ასე 20-დან 50,000-მდე. მერე ვიქნებით კიდე რაღაც შემდეგი თვეების განმავლობაში 7-დან 18,000-მდე და რაღაც 8 თვის შენ პირობითად ლაპარაკობ ცხადია, ხო? 8 თვის შემდეგ იქნება და გადააგოროს კიდეც ეს ამბავის, ის რაც მან გვაკადრა და ასაც გვაკადრებს უფრო სუსტი რო ვიყო სმის დრო რო სუსტად ჩამოვაყალიბო, ასაც გვაკადრებს შესაძლოთ ეს წინადადებას რო გავმართოთ სრულად. აბარას ემსახურება შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება. შესაძლოა ბევრი თქვენგანი იტყვის, რომ შესაძლოა მათ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროპის კავშირი ემზადება კულუარული ინფორმაცია, მოდი ასე ვიტყვი, საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, შეჩერება უნდა. ან უშვებს, განიხილავს იმას, რომ შეაჩეროს. არა, მე ამას არ გამოვრიცხავ, ულახtildeლად გეტყვით, მე არ მაქვს ინფორმაცია ბრიუსელიდან, თუმცა მცოდნე ხალხი ამბობს, ჩემზე ბევრად მცოდნე ხალხი, რომ ეს პრაქტიკულად გამოვრიცხულია, რამდენიმე მიზეზის გამო, ერთი არსებითი საფუძველი არ აქვს. ჩვენ ზღვარზე ვართ, მე კი აკითხავთ თავშესაფრის მაძიებლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოება უშიშროების ხაზით, წესრიგის დაცვის ხაზით, ზღვარზე ვართ და არ გადაგვილახავს ეს ზღვარი, ანუ ბევრია ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჩადის, მაგრამ იმდენი არ არის, რომ ეხლა ესე ბრახტა შეგვიჩერონ და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუ მაინც და მაინც შეგვიჩერებენ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მე კი გეუბნებით, რომ ჩემი აზრითაც და ობიექტურადაც ევროკავშირი ამგვარს არ მიიღებს, მას ნამეტანი ეძვირფასება ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო, არა ბანდა კალაძე, კობახიძე, პაპუაშვილი, მდიდარაძე და სხვები, არამედ სწორედ ჩვენ, ვინც ვართ რუსთაველზე და არა ვართ, შესაძლოა არც ვიყოთ რუსთაველზე, მაგრამ ვინც ვართ პატრიოტები ამ ქვეყნისა. ხო და თუ ესენი მიდიან ამ ნაბიჯზეც, ის რა არის, ხა იღებენ კანონს, რომელიც ბევრ შეზღუდვას დააწესებს, მათ შორის სიტყვის თავისუფლების კუთხითაც. და მე ამ წუთას მოვერიდები და მომავალს ალბათ მოვერიდები რაღაც კვეთრი სიტყვების წარმოთქმას იმ გვარების, რომლებიც შესაძლოდ იქნება მათთვის ჩემზე რეპრესიების განხორციელების საფუძველი, დაპატიმრების პირდაპირ ვიტყვი. ხო, ამიტომ მე რაღაც არ ვიტყვი, სიტყვას უნდა დავამხოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება უნდა მოსწიულდეს. ამის გამო თითოეული ნომერს დაგიჭერენ კაცკაცო, მაგრამ აქ შიშიც არ არის, ხო, ამის არის შინი ახლა ამათ დაჭერის, უბრალოდ სჯობს რომ ვიყოთ თავისუფლები და ძლიერები და ხმამაღალნი გარეთ მყოფები და ვიბრძოლოთ შიგნით მყოფების გასათავისუფლებად გარედან და საქართველოს გასათავისუფლებლად ვიბრძოლოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, კარგით ვიტყვი ამ სიტყვას, ნებისმიერი რამე უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არსებული FSB-ს რუსული რეჟიმი დაემხოს. ეს არის რეალობა. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც მათ შორის ოცნების ამომრჩევლებო კარგავთ მომავალს თქვენსას და მომავალს თქვენი შვილებისთვის. აღკვეთის.